ხანგრძლივი გვალვისა და ძლიერი ქარის გამო უკვე თვეზე მეტია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ეგრეთ წოდებული სიცხის გუმბათი კონტინენტისთვის რთული გამოწვევა აღმოჩნდა, რომელთან გამკლავებასაც მეხანძრე მაშველები ავიაციის დახმარებით ყოველდღიურად ცდილობენ. ზაფხულის განმავლობაში წყლის დონე შემცირდა დიდ მდინარეებში, რამაც ზოგიერთ ქვეყანას ელექტროენერგიის წარმოებაში პრობლემები შეუქმნა. ვითარება გართულდა ალბანეთსა და სერბეთში, სადაც ცეცხლის აქტიური კერა დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა ფართომასშტაბიანი ხანძრების ჩასაქრობად დედამიწის სხვადასხვა წერტილში მეხანძრე მაშველები ამ წუთებშიც იბრძვიან. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთით. ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რეგიონი, რომელიც კანადაში სიდიდით ღვინის მეორე მწარმოებელია, დღეს 20,000-ზე მეტმა ადგილობრივმა იძულებით დატოვა. 9,500 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრისგან ევაკუირებულების ნაწილი თავშესაფრის მისაღებად პენტინგტონის სავაჭრო ცენტრში გადაიყვანეს. დღეს ექსპერტების რჩევის საფუძველზე პროვინციაში მასშტაბური ევაკუაციისთვის საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ. ამჟამად არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვები, მაგრამ ჩვენ ყველას ვთხოვთ თავი შეიკავონ დაზარალებულ თემებში მოგზაურობისგან. ჩვენ არასტაბილურ ატმოსფეროში შევედით. ქარი გაცილებით გაძლიერდება, რაც ხანძარს რთის და რთულ პირობებს გამოიწვევს. ტბის ირგვლივ ჩვენ გვაქვს ძალიან ასაკოვანი, ხშირი და წიწვოვანი ხეები, რომლებიც ძალიან მარტივად იწვის. ეს კი მძიმე ტექნიკის იქ მოხვედრას და ჩაქრობის პროცესს ნამდვილად ართულებს. ხანძრებს უკვე თვეზე მეტია ებრძვიან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ბოლო დღეებში რთული გამოწვევების წინაშე სერბეთი და ალბანეთი აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთის მთავრობამ თაკრუიაზე გავრცელებულ ხანძარს ებრძვის, მოსახლეობა ხელისუფლებისგან მეტ ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს. ხანძარი ჩვენ საცხოვრებელ კორპუსებთან ძალიან ახლოსაა. ძალიან შეშინებულები ვართ. ეს არის დიდი კატასტროფა, რომელიც კრუიას თავს დაატყდა. მოვუწოდებ მთავრობას მოვიდეს და დაგვეხმაროს ხანძრის ჩაქრობაში, რადგან ის ფართო მასშტაბზე ვრცელდება. ჩვენი სახანძრო, სამხედრო და პოლიციის დანაყოფები ხანძარს გმირულად და გამორჩეული პროფესიონალიზმით შეხვდნენ. მათ ამით თავიდან აიცილეს მსხვერპლი, როგორც სამწუხაროდ ევროპის სხვა ნაწილებში ხდება. გუშინ ღამით კრუიას მაცხოვრებლებმა დაინახეს, რომ ისინი რთულ საათებში მეხანძრე მაშველებმა მარტო არ დატოვეს. მესამე დღეა დღის ხანძრებს ებრძვიან ალბანეთის მეზობელ სერბეთშიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ტყის ხანძრის ლოკალიზებისთვის მძიმე ტექნიკას იყენებენ. ამის მიუხედავად კი აქტიური კერა დასახლებულ პუნქტს მაინც უახლოვდება. ხანძრის შესაჩერებლად ხეების საჭრელ და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ხანძარ საწინააღმდეგო ზოლებს ვქმნით. ამასობაში ახალი პრობლემა წარმოიშვა. ღამით სწორხაზოვანი ხანძრის ფრონტი გაჩნდა. ჩვენმა კამერებმა აჩვენა, რომ ცეცხლი ხეების ტოტებზე გავრცელდა და განსაკუთრებით სოფელ შუმარაკის მახლობლად, სადაც ხალხი ცხოვრობს. ხანძარია ინდონეზიაშიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით 176 ჰექტარზე გავრცელებულ ცეცხლს წყლის ბომბდამშენი ვერტმფრენებითა და დრონებით ებრძვიან. პარალელურად გლობალურად მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, რაც ცეცხლის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.